გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. რატომ დუმს საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია BAG, როცა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და მოლოდინია, რომ თუ მალე არ მოხდა დეესკალაცია ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისიც გარდაუვალია. ეს კითხვა ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთხელ დაგვისვამს, მათ შორის მეც და BMG-ზეც არაერთი რესპონდენტის კრიტიკის საგანი გამხდარა ყველაზე მსხვილი ასოციაცია, რომელიც 130-ზე მეტ ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი და ეს თავად BAG-ის საზოგადოებასთან კომუნიკაციების დეპარტამენტშიც დაგვიდასტურეს 20 იანვარს ასოციაციის ოფისში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით BAG-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება, არ დაფიქსირება იყო. როგორც ირკვევა BAG-ის წევრი იმ კომპანიების ხელმძღვანელებმაც, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებების მიმართ და პლატფორმა Free Business G-ის მოთხოვნებს იზიარებენ, ანუ პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზა და ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ესახებათ განაცხადეს, რომ BAG-მ საჯარო პოზიცია არ უნდა გამოხატოს. რა თქმა უნდა, დავსვით კითხვა, რატომ? ვესაუბრეთ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისადმი კრიტიკულად განწყობილ რამდენიმე ბიზნესმენს, რომელიც სადაც არ ერიდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და როგორც უკვე ვთქვი, Free Business G-ზეც დარეგისტრირდნენ და ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაგრამ თავარი მაინც ისაა, რომ რადგან BAG ლობისტური ორგანიზაციაა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენებს აერთიანებს, არაფრის მთქმელი კონსენსუსური განცხადების გავრცელებას სჯობს BAG საერთოდაც ჩუმად იყოს. თუ ვერ შევჯერდით ყველა და არ იქნება ეს მაგალითად ისეთი კატეგორიული, როგორც free business-ზე გამოქვეყნდა რაღაცა, მე სიმართლე გითხრა სხვა ტიპის განცხადებას, როგორც ერთი წევრი არ დაუჭერდი. ხაც უნდა იყოს განსხვავება თუ რაღაც კონკრეტული მომთხოვნი, მაგასაც პრინციპულად BAG მესო გააკეთოს, ხო საჯარო ეს განცხადება ჩავთვალოთ, რომ დისკუსიის ფორმატი თუ საშუალება იკეთება. საბოლოო ჯამში ერთი არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც ასე ვთქვათ, სხვა ბიზნესები აკრიაბლა და სხვანაირად ახდენს რაღაც ასე ვთქვათ თავის შედეგებს და ასე ვთქვათ ეს არის სამთავრობო სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთობები ურთიერთობითი არის 150 ასოციაციალურ სამფლობელო წევრი რა. შანსი არა ის 150 ადამიანმა სადაც არის განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის პოლიტიკური გემოვნებები და ჩვენ ერთობლივი განცხადება დავდოთ. თავიდანვე ეს ვთქვათ თქვით, რომ ვინმე უნდა განცხადების გაკეთება ძალზე გააკეთოს და BAG-ს არ უნდა გააკეთოს. ჩვენ ინტერესებშიც არ არის ხაი კონკრეტული კომპანიის ინტერესებიდან გამოვიხედოთ, რომ ვთქვათ ეს საკომუნიკაციო არხები გატარდეს. ისეთ გარემოში ვართ ჩვენ, რომ კაცმა არ იცის ვინ რას როგორ გაიგებს, უგეუნებიან თავი შეიკავეთ კრიტიკულები და გარკვეულები. რა ვიცი, ხომ ეს მაინც მოქალაქეობრივი პოზიციაა და ნუ რა ვიცი, ჩვენ რაღაცას უბედავთ, ვიღაცა ვერ ბედავს. თან მეორეა კიდევ ხა ჩვენ რომ დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ასოციაციის რამე განცხადება ნებისმიერი, რა ვიცი, აი ძალიან სწორი განცხადება თუნდაც რამის შეცვლის არის მეგინათ არ მაქვს ეგ მოლოდინი. კომპანია Nutrimax-ის მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია იქნება წერტილის დღევანდელი სტუმარი და შემდეგი 9 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ, რატომ სჯობს BAG დარჩეს მდუმარედ, ასევე რა განწყობებია დღეს ქართულ ბიზნესში, როდესაც ჰორიზონტზე მოლოდინები პოზიტიური ნამდვილად არ არის. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, Nutrimax BMG საქმიანი მკითხველი და მაყურებელი კარგად იცნობს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ კომპანია ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს, ის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და აკვაკულტურის, ასევე კომპანიონი ცხოველების საკვებს აწარმოებს. 2023 წელს კომპანიამ კიდევ ერთი მაღალ ტექნოლოგიური კვების საწარმო გახსნა. მოვიკითხავთ, როგორი იყო გასული წელი Nutrimax-ისთვის და ასევე რა გეგმები აქვთ 2025 წლისთვის, როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე ექსპორტის მიმართულებით. ფულის მკეთებლად არ უნდა გადავიქცეთ, ფულის კეთება შესაძლებელი იქნება მერეც თუ სისტემის ნაწილი გახდები, ვინაიდან რუსეთშიც აკეთებენ ფულს. ნამდვილი ბიზნესის შენება კი შეუძლებელი გახდება. ეს ბიზნესმენ ბექაიას მოსაზრებაა, რომელიც უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ბატონო ბექა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გკითხავთ, რა არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც ჩათვალეთ მათ შორის კრიტიკულად განწყობილმა ბიზნესმენებმა, ვინც ბედავთ
როგორც თქვენ ამბობდით სატელეფონო ინტერვიუში ჩვენთან და ღია დაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე როგორ გესახებათ გამოსავალი BAG, რომლის წევრიც ასევე თქვენ ხართ, იყოს ჩუმად და არ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მადლობა თქვენ. ხო, თქვენ ახსენეთ ჩუმად, მდუმარეთ იყო ესეთი ტერმინი, ხო და მე არ ვთვლი რომ მდუმარეთ უნდა იყოს ნამდვილად. ხო, მე ვთვლი რომ კომუნიკაცია აუცილებელია საზოგადოებასთან, მithumetes როდესაც დაინტერესების ობიექტი ხარ, გარკვეული კომუნიკაცია უნდა იყოს. აქ საუბარი იყო მიდის ბოლო ეს 2 თვის განმავლობაში, რამე განცხადება უნდა გააკეთოს თუ არ უნდა გააკეთოს, მოკლედ განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ნუ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი წევრია, რიგითი წევრი ვართ. ასოციაციის ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ და გვიწევს ხოლმე სხვადასხვა დისკუსიებში, როცა გვიწევენ, მოკლედ მონაწილეობთ ამ დისკუსიებში. გასულ თვეშიც ჰქონდა ჩვენ მსგავსი შიდა განხილვა. მაშინ სულ პირველივე დღეს მე პირადად ჩავთვალე და ასე ვთქვათ, გამოხატე აზრი, რომ კარგი იქნებოდა რომ რამე პოზიცია დაფიქსირებული იყო, როგორც ყველა აფიქსირებს, რომ აუშვათ რომ ჩვენი გზა ევროპაშია და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ნუ ეს არ მოხდა. ნუ თუმცა მაგის მერე იყო სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე იყო მსჯელობა, მე როგორც ვიცი, ჩვენ არ ვართ საბჭოს წევრები, იყო მსჯელობა და ნუ იქაც ვერ მოხერხდა ეს შეთანხმება, ანუ როგორი ტიპის განცხადება უნდა გაკეთებულიყო და ნუ მე გავიდა ეხა ეს პერიოდი, მე ისევ ახალი წელი, რაღაც ნუ გაიარა მოკლედ ამ პერიოდში. კრიზისი კი არ დასრულდა. კრიზისი ხო არ დასრულდა. ისევ ხელახლა წამოიწია ამ საკითხმა, ჩვენც ჩავერთეთ, ანუ ამ განხილვაში. და პრინციპ ჩვენი აზრი იქაც დავაფიქსირეთ, რომ როდესაც ამდენი კომპანია, ხო 130 ახლა თუ არ მეშლება 130 კომპანია, სხვადასხვა აზრია, ანუ ზოგი თვლის, რომ რაღაც კაცრი განცხადება უნდა გაკეთდეს, ზოგი თვლის, რომ პირიქით ისეთი განცხადება, ასე ვთქვათ, შესაქმები განცხადება უნდა გაკეთდეს, ზოგი თვლის, რომ საერთოდ ხო, დაუშვათ, სხვადასხვა აზრები არის, მოკლედ რა. ხო, აი ამ სიტუაციაში მე ვთვლი, რომ თუ მიზანი რა უნდა იყოს, მოკლედ აი კონკრეტულ განცხადებაზე რო ვისაუბროთ, თორე კომუნიკაცია რო საჭიროა, ამაზე მოკლედ მე არ ვდაობ. კონკრეტული განცხადება რაღაცა შედეგს უნდა მიაღწიოს, ხო? თუ ახლა ვიღაცას უნდა ვასიამოვნოთ და უბრალოდ ასიამოვნოს ასოციაციამ, ჩვენი როგორც ერთ-ერთი წევრის მიზანი ეგ არ არის, რომ იმიტომ გააკეთოს განცხადება ასოციაციამ, რომ ვიღაცას უბრალოდ ასიამოვნოს. თუ დაუშვათ შედეგს მიაღწევდა, დარწმუნებული ვიქნებთ, რომ შედეგს მიაღწევს ეს განცხადება, ანუ ვიღაცა, არ ვიცი, ყურად იღებს რაღაცას, რაღაც ნაბიჯებს გადადგამს, კი ბატონო, ამას დავეთანხმებოდით. თუ არა და ამის გარანტიები დღეს არავის გვაქვს, არც შემთხვევაში, ხო, კი ბატონო, ანუ შეგრძნებები ესეთი გვაქვს, ხო და მოლოდინები და ამიტომ გამოხატეთ ჩვენი აზრი, იქაც დავაფიქსირეთ, რომ ანუ აი ესეთი განცხადება, რომ მოკლედ არც იქით არც აქეთ რაღაცა ნუ პირიქით კიდე უფრო მეტი ის მოდის ისეთი აგრესია მოდის. კომუნიკაცია იქნება ეფექტური თუ ეფექტიანი BAG-ის მხრიდან. თქვენ როგორც ერთ-ერთი წევრი რას ისურვებდით? აი მაგალითად გუშინ გიორგი ხიშტოვანი PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი იყო წერტილის სტუმარი და მან თქვა რომ კარგი იქნება თუ მეოთხე კვარტალის ბიზნესის კლიმატის ინდექსი, რომელსაც BAG-ის დაკვეთით PMC ატარებს, გამოქვეყნდება, შეიძლება ზუსტ სურათს ვერ ასახავდეს, იმიტომ რომ მაგის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კარგი იქნება. ასევე კარგი იქნება, ვთქვათ, პირველი კვარტალის ბიზნეს კლიმატის კვლევაც თუ დაიწყება მალე და შესაბამისად იქ გამოჩნდება შედეგი ძალიან კონფიდენციალური და დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული, ხო? მე პირადად ვარ საქმიანი კომუნიკაციის მომხრე და არა ემოციური კომუნიკაციის მომხრე ბიზნეს ასოციაციის მხრიდან. ანუ აი მაგალითად ჩვენი კომპანიის რეაქცია, რომელიც აი ამ მოვლენებთან დავაფიქსირეთ, შეიძლება არ იყოს საქმიანი და იყოს ემოციური. ესე შეგვიძლია შევაფასოთ. ხო, მაინც ემოციები, მაინც კი, მაგრამ მაინც ემოციებიც ჭარბობს, ხო? მაგრამ ბიზნეს ასოციაციის მხრიდან ჩემი აზრით კარგი იქნება, რომ იყოს საქმიანი კომუნიკაცია. და აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგიმ რაც თქვა და ჩვენი რეკომენდაციაც ეს იყო აი ამ ბოლო შეხვედრაზე, რომ უფრო სწორი იქნება, ხო, უფრო აი ფაქტებზე დამყარებული
კომუნიკაცია იქნება საზოგადოებასთან და მთავრობასთანაც. ხო, აი უახლოეს თვეებში იგივე BAG-ის წევრი 130 კომპანიიდან რამდენი აპირებს ახალი ინვესტიციების ჩადებას, ახალი კადრების დაქირავებას და ასე შემდეგ. ანუ როგორი მოლოდინებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ხო კრიტერიუმი, ანუ ზოგადად აი აღქმები და მოლოდინები ეს ზოგადად აი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ისე ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება ხოლმე, თუმცა ბიზნესი როგორც წესი ესე მუშაობს, ანუ აღქმებით და მოლოდინებით, ხო? ანუ ჩვენ მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს თანამშრომლების მოლოდინებზე, კლიენტების მოლოდინებზე, ინვესტორების მოლოდინებზე და ასე შემდეგ. ანუ ამის მართვა არის რეალურად ბიზნესის კეთება, ხო და ეს ხდება. ხო, აი როგორია ეს მოლოდინები ნუტრიმაქსის მაგალითზეც რომ მოგვიყვეთ და ასევე BAG-შიც წევრებს გაქვთ ალბათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ბუნებრივია, რა ხასიათზეა დღეს ქართული ბიზნესი? ну, პირველ რიგში ხან ბიზნესი და ბიზნესის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ხო? მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია აქვს, ხო, ზოგადად ვინ მომავალს როგორ უყურებს, მიმდინარე სიტუაცია, არ ვიცი, არავის არ მოწონს აბსოლუტურად, ალბათ 100%-ს არ მოწონს, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ აი ამ გარემოში გვეცხოვრებოდეს, ხო, სადაც ვართ. და გვაქვს ჩვენი ღელვები, ასე ვთქვათ, ჩვენი შიშები, საითკენ მიდის ქვეყანა, როგორ იქნება, შეიძლება თუ არა რომ ჩვენმა შვილებმა აი აქ იცხოვრონ და შემდეგმა თაობებმა, ხო? ეს ყველას აღელვებს, აბსოლუტურად. რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინებს, აქაც ბუნებრივია შეშფოთება არის, ხო, მაღალი, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ ერთის მხრივ ну, საზოგადოებაში რაც ხდება ეს ყველა ხედავთ ფაქტია ეს არის პოლარიზაცია, გახლეჩილობა, არ ვადარე ხა რაოდენობებზე, არ საუბრობ რომელიც ხარ მეტი ადამიანი ამას არ ვამბობ. ну, ცუდი სიტუაცია ხო და აი რთულია აი ესეთ ცუდ გარემოში რამე ბიზნესის კეთება. მეორეს რასაც უყურებთ არის საერთაშორისო იზოლაცია, ხო, რომელიც ფაქტია დღეს. აი ამ წუთას ეს ფაქტია. ჩვენ ეს კითხვები აი პრემიერ-მინისტრთან როცა იყო შეხვედრა, მაშინაც დავსვით. თუმცა, ну, პასუხად ვიღებთ, თქვათ აი ამერიკის ადმინისტრაციის, ახალი ადმინისტრაციის მოსვლას და აი მერე რაღაცა, მოკლედ რაღაც გამოჩნდება. ну, აი ხა ალბათ ამ რეჟიმში ვართ, ხო, რომ ეხლა უნდა დავაკვირდეთ რა გამოსწორდება. თუმცა ფაქტია, რომ დღეს ჩვენ საერთაშორისო იზოლაციაში ვართ. ანუ ძალიან ბევრი დასავლური ცივილიზებული ქვეყანა ჯერჯერობით, მოკლედ არ გველაპარაკება, ესე ვთქვათ რა. ეს ბუნებრივია, რომ კარგ მოლოდინებს არ გვიქმნის, ხო? რაზე გჭირდებათ პასუხები დღეს ბიზნესმენებს თქვენ, როგორც ერთ კონკრეტულ ბიზნესმენს იმისთვის, რომ იყოთ განწყობაზე ამ ქვეყანაში ინვესტირება გააგრძელოთ და არ დარჩით მოლოდინის რეჟიმში. აი დღეს რომ ჩემს ადგილას მაგალითად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყოს, აი რა კითხვებზე ისურვებდით მისგან პასუხების მიღებას? ხო, პირველ რიგში, ну, ბიზნესის საკეთებლად ბიზნეს გარემო უნდა იყოს შესაბამისი, ხო? პირველ რიგში უნდა თქვა პოზიტიური მაინდ, რო ვთქვათ და სამართლიანები რო ვიყოთ, ჩვენ რო კრიტიკულ რაღაცებს ვამბობთ და შეგვიძლია საუბარი, ეს ძალიან კარგია. იყო დრო, როდესაც ამას მოკლედ ბიზნესმენები ვერ ბედავდნენ. დღეს ეს შეგვიძლია, თუმცა არის მოლოდინი, რომ შეიძლება რა მოვიდეს დრო, რომ ეს ვეღარ შევძლოთ და ძალიან ცუდი იქნება თუ აი ეს მონოპოლარი დაიკარგება, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აი ღიად, ეხლა მე რო აგვზივარ და თქვენ რო გესაუბრებით და რაღაც კრიტიკულად ვარ განწყობილი, ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება რა გვჭირდება, რის შეცვლას, ხო, რის შეცვლას ვისურვებდით, ალბათ არის ანუ აი ზოგადი გარემო, ზოგადი კლიმატის ცვლილებას. ანუ ჩვენ გვინდა რომ აქ იყოს საქართველო აი როგორი ქვეყანაა, ხო, ესე რომ ვისაუბროთ. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები. არანაირი წყარო არ გვაქვს გარდა თქვა ჩვენი რაღაც ინტელექტის, აი რაც შეგვიძლია გარდაგვქნათ რაღაც ღირებულებაში. ეს ღირებულება მოდის ადამიანებისგან, ხო? აქ უნდა იყოს ისეთი გარემო პირველ რიგში, საიდანაც ადამიანები არ გაიქცევიან, ანუ განსაკუთრებით ახალგაზრდები, ნიჭიერი ადამიანები, უნარიანი ადამიანები არ ჩათვლიან, რომ აქ აი, ну, ისეთი გარემო, რომ აქ ვერ ვიცხოვრო და მიჩვენია წავიდა ემიგრაციაში სადღაც და იქ ვიცხოვრო. დღეს ასეთი
განწყობებია? ნეგატიური განწყობებია, ხო, ყველა უყურებთ და გაურკვევლობა, ამიტომ ეს ახალგაზრდებს შეიძლება ახალ თაობებს არ ქონდეთ ის შემაკავებელი რაღაც ფაქტორები. ხო, უფრო იოლად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დატოვონ ეს ქვეყანა და აი ჩვენ კომპანიაში მე მიხსენებია თქვენს სტუდიებშიც რომ თქვენს გადაცემებში რომ ჩვენ თანამშრომლები უშუალოდ აი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ჩვენთან და ეს ადამიანები ამბობენ რომ თუ რაღაცა არის აი აქ ცხოვრება შეიძლება აზრი არ ქონდეს და წავალთ. რა თქმა უნდა ამ ადამიანებთან მუშაობთ, ვეუბნებით რომ ეს დროებითია, დაალაგდება ყველაფერი გადაივლის, იმიტომ რომ მართლა ტრაგედია იქნება ქვეყნისთვის პირველ რიგში თუ აქედან ადამიანები გაიქცევიან. ანუ ჩვენ როგორც ბიზნეს, როგორც ადამიანებს გასაგებია, მაგრამ როგორც ბიზნეს გვჭირდება რომ აქედან ადამიანები არ გარბოდნენ. თორე ისე ძალიან რთული იქნება. ჩვენ გვინდა გარემო, სადაც პირიქით ადამიანები ჩამოდიან. საზღვარგარეთ წასული ადამიანები ჩამოდიან და აქ ღირებულებას ქმნიან. და საერთო ჯამში ბიზნესიც განვითარდება და ქვეყანაც განვითარდება. ნუტრიმაქსიც მინდა ვისაუბროთ და კიდევ რამდენიმე კითხვა დამრჩა ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით. წლის დასაწყისში BMG-სთან თქვენ საუბრობდით, რომ წლის პირველი ნახევარი უფრო იაქტიურებთ საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ყაზახეთში წარმომადგენლობის გახსნასაც გეგმავთ. ეს რატომ? მათ შორის იმიტომაც, რომ რაღაცნაირად ნისლიანი ბიზნეს გარემოა და ზოგადად ქვეყანაში და ამიტომ სადაც ხედავთ პოტენციალს იქ აქტიურებთ თუ რაღაც სხვა მიზეზებიც აქვს? ჩვენ ყოველთვის საქართველოში რაღაც დაგეგმა დღეს ხო? ხო, ზოგადად ჩვენ ყოველთვის გვინდოდა რომ უფრო საერთაშორისო კომპანია ყოფილიყავით და ამას ვცდილობდით, აი დაახლოებით ჰოლანდიურ კომპანიებთან ახლო შეხება გვაქვს და აი ეს მოდელი მოკლედ მოგწონს, აი როგორც ჰოლანდიური კომპანიები მუშაობენ, ანუ პატარა ქვეყანა, ჩვენზე ბევრი, მაგრამ აიც მცირე რაოდენობის ხალხი, მაგრამ სოფლიო დონის ქვეყანაა და ეკონომიკაა, ხო და ანუ ის ადამიანები ღირებულებას ქმნიან მთელ სოფლიოში. აი პატარა, ჩვენზე პატარაა ტერიტორიით რა. ხო და ჩვენც რა ვიცი ეს ფილოსოფია გვაქვს და დაარსების დღიდან და აი ესეთი ოცნება გვაქვს რომ ესეთი კომპანია გავხდეთ. ჯერჯერობით რაც გავაკეთეთ, ძირითადად მაინც საქართველოში გავაკეთეთ და ექსპორტზე, საექსპორტო ოპერაციებს აქამდე ვცდილობდით. თუმცა ეხლა გადავწყვიტეთ, რომ გავაქტიურდეთ და უშუალოდ ოპერაციები ვაწარმოოთ სხვა ქვეყნებში. ამ მოვლენება რა თქმა უნდა ხელი შეუწყო, ამას უფრო დააჩქარა ეს. ჩავთვალე გადავწყვიტეთ, რომ ხო, ჩავთვალეთ, რომ ეხლა არის დრო, რომ სწრაფად რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს არის გარკვეულწილად იმედიც ჩვენი არსებული თანამშრომლებისთვის, რომ უფრო სხვა გამოწვევა გარემით, ეს თქო, დააბალანსებთ თუნდაც სამკუთხედაც. ხო, ანუ ადამიანებს უფრო მომავლის ხედვა უფრო სხვანაირი აქვთ. თუმცა მოგეთ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს როგორც იმედი აქვს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად წავა და არაფერი არ გაუარესდება, ამის მაინც იმედს ვიტოვებ. თუმცა ჩვენ კომპანიას ეს მაინც წაადგება. რა კითხვები აქვს აი ძირითადად პარტნიორებს? ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვენ ყვებოდით, რომ აი ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები დროებით დაპაუზდა, ჰოლანდიელებსაც ახსენებდით. მიზეზი არის ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, თუ რაღაც გამოსწორდა და დაარწმუნეთ, რომ გავალთ ფონს. ხო, აქაც მოკლედ ცოტა ესე ფართოდ რო შევხედოთ, აქაც იგივე სიტუაცია, ანუ საქართველო არ არის მდიდარი რაღაც რესურსებით, არაფრით არ არის მდიდარი. საქართველო დასავლელი ინვესტორებისთვის მაშინ იქნება საინტერესო, თუ აქ იქნება კარგი გარემო. ისეთი გარემო, სადაც იმ ადამიანებს ეს სიამოვნებად რაღაც ბიზნესის გაკეთება და რაღაც რისკებზე წასვლა. დანარჩენი აქ არაფერი არ აინტერესებთ რა. თუ მოკლედ აი რაც ჩამოთვალე რესურსები ჩვენ არ გვაქვს და არაფერი ჩვენ არ გვაქვს და თუ გარემოც არ იქნა კარგი, ის ადამიანები ძალიან მარტივად ამბობენ არას უბრალოდ კი ანუ გულშემატკივრები არიან შორიდან გულშემატკივრები, მაგრამ აქ რაღაც რისკებში არ შემოვლენ და ინვესტიციას არ გააკეთებენ. აი ეს ჰოლანდიელებთან ახალ ინვესტიციებზე იყო საუბარი? კი, სხვათა შორის მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთიდან ძალიან ბევრი კომპანია ევროპული გავიდა, შეიძლება სანქციების სიაში არ იყო, მაგრამ უბრალოდ თავის რეპუტაციული
პრინციპული პოზიცია დაიკავეს და უბრალოდ გავიდნენ. მათ შორის ჩვენი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანიაც დატოვა ორი საწარმო, ასე ვთქვათ, გადააბარა მას გაყიდა $1 და ამასობაში შუა აზიის, ცენტრალური აზიის ბაზარი, რომელიც მანამდე რუსეთიდან იფარებოდა, დარჩა ასე ვთქვათ ღიად. და გადაწყვიტეს რომ რაღაცნაირად ანუ რუსეთს საერთოდ არ იხილავენ შემდეგი 10 წელი საერთოდ იმაში გეგმაში არ უზით რომ რუსეთში ამას გააკეთებენ და იმისთვის რომ ცენტრალური აზიის ბაზარი არ დაეკარგათ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ 15 წლიანი ურთიერთობა გვაქვს და კულტურულად ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და იციან ჩვენი დამოკიდებულებები, ღირებულებები და ასე შემდეგ, გადაწყვიტეს რომ ეს ამ დაფარვა ცენტრალური აზიის საქართველოსთან გაეკეთებინათ. ანუ აქ იგულისხმებოდა რომ აქ უნდა გაკეთებულიყო საწარმო დანამატების, რომელიც მოამარაგებდა ცენტრალურ აზიას. Ну, აი ეს პროექტი ჩაიშალა. დაახლოებით რა ინვესტიციაზე? Ну, დაახლოებით ალბათ 10 მილიონი ევროს ეს იქნებოდა. ჩაიშალა, შეგვიძლია ასე პირდაპირ თქვა თუ დაპაუზდა, იმედი. მინიმუმ დაპაუზდა და იმედი ვიქონიოთ რა ვიცი რომ მაშინ იმედი ვიქონიოთ. ხო, ჩვენ მოკლედ რეალურად სამწუხაროდ ისეა ჩვენ იქით უნდა ვეხვეწოთ თან ესე დასავლურ ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებით მარტო ინვესტიცია და ფული არ არის აქ. ანუ ცოდნა არის ყველაზე მთავარი რა, რომელიც იქიდან უნდა წამოვიღოთ და აქაც უნდა დავნერგოთ და გავიტანოთ კიდე სხვაგან. ეს არის მთავარი. ანუ აქეთ არავინ ჩვენ არ შეგვეხვეწება. ნამდვილად. საქართველოში რა გეგმები გაქვთ? თუ რაღაცნაირად მიყვებით ყოველდღიურ რეჟიმში და როგორც სხვა ბიზნესმენები მეუბნებიან, რთული არამე დაგეგმო და უბრალოდ რაღაც რუტინულ რა თქმა უნდა პროცესში და მოლოდინის საქართველოში რეჟიმში. დღეს ახლა აქტიური გეგმის გაკეთება რა თქმა უნდა არ იქნება ყველა ვართ ყველანი რაღაც მოლოდინის რეჟიმში ვართ რაღაცა ასე ვთქვათ დაალაგდება და რაღაც სიმშვიდეთ აი სადგურეს რომ 7 ცხოვრება მოვა და ამიტომ საქართველოში ამ წელს არაფერი აქტიური ისეთი სიახლე ახალი ინვესტიცია რაღაცა არ გვაქვს უნებრივი არავის რასაც ვაკეთებთ ამას გავაგრძელებთ და ვეცდებით რომ საქართველოს ბაზარზეც განვითარდეთ თუმცა აქცენტი მაინც იქნება გარე ბაზრებზე განვითარება უფრო მეტად ცოტა დრო გრჩება და როგორც მათ შორის free business-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ ბიზნესს, ვისაც მიგაჩნიათ, რომ გამოსავალი დღეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. კითხავთ დღეს ირაკლი კობახიძეს, როცა დაუსვეს კითხვა, რომ ბიზნესში არის ნეგატიური მოლოდინები, მან თქვა, რომ ვინ ბიზნესში, ვინც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერია, ან ვინ ეკითხება ბიზნეს რიგ გარეშე არჩევნებსო. რას იტყოდით, აი, როდესაც მთავრობის მეთაურისგან ფაქტობრივი გვესმის ასეთი განცხადებები. თან ამბობს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის და 9%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდასრულით წელსო და ვისგან ელის ამ ზრდას თუ არა ბიზნესისგან. ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა კვლევა აქვს და ამას ეყრდნობა ეს 9%-იანი პროგნოზი ნამდვილად არ ვიცი, მაგის ექსპერტი არ ვარ, მეც ესე სხვადასხვა ტიპის იმას უსმენ. მე მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობა არ გვაძლევს ამის თქვის საფუძველს, ну, თუმცა არ ვიცი ნამდვილად. რაც შეეხება ვინ ეკითხება ბიზნეს რიგ გარეშე არჩევნებს? ну, ბუნებრივია, ხა არც არავის ეკითხება, ესე რო ავიღოთ, თუმცა აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ხო, მათ შორის ბიზნესმენსაც, ექიმსაც, რა ვიცი, დამლაგებელსაც, აი, ყველას აქვს, ყველა მოქალაქეს აქვს მაგის უფლება და რაც შეეხება რა არის გამოსავალი, როცა აქ ვიყავით ამ სტუდიაში, როცა დაისვა ეს ორი საკითხი და ჩვენც რეალურად სოლიდარობის აქტი იყო აი ამ ერთიანობის მიმართ. თუმცა თავი არის რაღაც კომპრომისი უნდა მოიძებნოს. ხო ეს კომპრომისი იქნება ახალი არჩევნები თუ სხვა რამე, მე არ ვიცი, მაგრამ თავი არის რომ მე მახსოვს თქვენ მაშინ თქვით რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ეს არ მოსწონს, რასაც ჩვენ თავაზობთ, მაგრამ ვერც ის გავიგეთ, თავად რა მიაჩნიათ განმოხტვის. ხო, ეს არის მთავარი, ანუ შეიძლება ახალი არჩევნები შეუძლებელი იყოს, თუმცა ვთქვათ რომ ახალი არჩევნები დღეს რო დაინიშნოს, ეს განმუხტავდა სიტუაციას და კრიზისი ამოიწურებოდა და ეს ძალიან კარგი იქნებოდა. თუმცა თუ ეს ვინმეს არ მოწონს, მაშინ რაღაც ალტერნატიული გეგმა უნდა იყოს, ხო? აი რა არის ეს, აი როგორ უნდა
თუმცა ამაზე პასუხი რაც გვაქვს ჯერჯერობით არის ისევ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და არ ვიცი ველოდოთ გარედან მოლოდინის რეჟიმში. ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე დასაწყისში თქვენი ფრაზის ციტირება გავაკეთე, რომ ბიზნესი არ არის მარტო ფულის კეთება. დღეს საქართველოში ფულის მკეთებელი ბიზნესმენები უფრო მეტი გვყავს თუ ბიზნესის მკეთებელი? არ ვიცი, ახლა სტატისტიკაში ვერ შევალ, არც დამითვლი არასდროს, თუმცა მგონია, რომ ძალიან ბევრი და ჩანს კიდევაც ხო უყურებთ ამას, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია. არა მხოლოდ ის, ვინც ღიად გამოხატავს მონებრივია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ რაღაცის გამო ვერ გამოხატავს რაღაც პოზიციას. ხო და მე მგონია, რომ მაინც კარგი ბიზნესმენები უფრო მეტნი არიან. ძალიან კარგი, ჩვენც ეს გვინდა. თქვენ ბრენდის ხმაში იყავით სტუმარი. თქვენ ისტორია გააცნო ბექა ბაციკაძე მაყურებელს და ერთგან ამბობთ, რომ სხვა სახელი ქონდა ნუტრიმაქსო ადრეო, საქართველოს ფიგურირებდა და რაღაც გეოგრაფიულად თითქოს ზღუდავდა, ამიტომ რებრენდინგი გადაუწყვეტეთო. აი, როდესაც ფაქტობრივად იზოლაციისკენ მიდის ქვეყანა, ევროინტეგრაცია შეჩერებულია, აქციები, სანქციები, ვის შეიძლება ასეთ ქვეყანაში ფულის ჩადება მოუნდეთ, ან რამდენად გირთულებთ ეს პროცესი დარწმუნებას პარტნიორების მათ შორის, რომ რაღაცით მოაწონოთ თავი? რომ მახსოვს კანდიდატის სტატუსს როგორ ზეიმობდით, ხომ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა. სულ ახლა. Ну, რა თქმა უნდა, იგივე უნდა გავიმეოროთ, რომ ძალიან რთულია ამ სიტუაციაში. ხო, საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას ვხედავთ და ფაქტია ეს, რა და თავისთავად ხელშეუშლის საქართველოში რამე ბიზნესის განვითარებას, ჩემი აზრით, ესეთი სიტუაცია ხელშეუშლის. ისეც ასე, მე მგონი არ ექვემდებარება განხილვას, რომ ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. იქნება ახალი არჩევნები თუ არ იქნება თუ რაც მოხდება, მოკლედ, აი ესეთი მოცემულობა არავის არ აწყობს საქართველოში. რა გჭირდება განვითარებისთვის? ჩემი ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ ქვეყანას. რა ვიცი, პირველ რიგში ალბათ განათლება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემი აზრით. განათლების ხარისხი. მაგრამ ეს რო იქნება, მე ყველაფერი იქნება. კარგად. წერტილი რას დავუსვათ ქვეყანაში? რა დავასრულოთ? ხო, წერტილის დასმა ზოგადად ცოტა ნეგატიურ ჭრილში არის ხოლმე. ან გამოწვევებს. ხო და პოზიტიური ის მიყვარს ხოლმე, თუმცა შეგვიძლია, მაგრამ განათლება ვახდენე გაუნათლებლობას და გაუნათლებლობას უნდა დაუსვათ წერტილი. აი, ჩემი აზრით, კეფთა ყვანისმცემლობას უნდა დაუსვათ წერტილი. იმიტომ რომ ესეც ფაქტია, რომ ძალიან ხელს გვიშლის იმაში განვითარებაში. აქ პოლიტიკა იგულისხმოთ უფრო გენერალურად ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების რაღაც კერპები გვჭირდება და აი რატომაც ესე მოვდივართ რა და უფრო თავისუფლები უნდა ვიყოთ და თავისუფალი გარემო გვჭირდება, რაც შეიძლება უფრო მეტი. წარმატებები, მადლობა. დიდი მადლობა. იმედია მალე მიმდინარე გამოწვევებსაც დაესმება წერტილი. ნუტრიმაქსის სიახლეებს აუცილებლად მივადევნებთ თვალს, როგორც BMG-ს სჩვევია. დიდი მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია ნუტრიმაქსის მმართველი პარტნიორი ბექა ბექაია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.